შანსი გორის დილას შეყილაძე დარტყმა გარის მიმართულებით. გადარჩა ამ ეპიზოდში გაშვებულ გოლს გაგრა. ფარულავა უტევდა თავის ყოფილ გულს. კარგი ჩათამაშება მარჯვენა ფლანგზე კიდევ ერთი შანსი დილას დარტყმა და ამჯერადაც ვერ მოახერხეს გოლის გატანა. თითქმის იდენტური პოზიციიდან ამჯერად დრამე ურტყამდა, თუმცა მისი დარტყმაც კარის ჩარჩოში არ წავიდა. აქ რა უხეში თამაში დაკითხება გაფრთხილება აუცილებლად და მეორეჯერ დაარღვია გაბედავა მაგ ეტოუს წინააღმდეგ თამაშის წესები, მაგრამ ეს ბევრად ხისტი იყო. ირაკლი კვირიკაშვილს უთხრეს ალის ოთახიდან რომ თავად უნდა განსაჯოს ეს ეპიზოდი. განმეორებით ეს მომენტი. ნუ აქ ალბათ თუ გადაარჩენს გაბედავას ის რომ კარგად ვერ ხედავდა პირდაპირ ხედველობა ბურთზე ქონდა გაბედავას და ეტო უცბად გაჩნდა მის წინ. აი საინტერესოა კვირიკაშვილის ვერდიქტი როგორი იქნება. წითელი ბარათი გიორგი გაბედავა ადრიანად დატოვებს მოედანს. შეიძლება ჩაწოდება საჯარიმოში შეყილაძე მაინც მოახერხა დარტყმის განხორციელება ძალიან რთული სიტუაციიდან თან საკმაოდ ეფექტურადაც, თუმცა მისი მცდელობა არ აღმოჩნდა ამჯერადაც ზუსტი. წინცაძე. კარგი პასი ხარებაშვილი. რა მაგარი მოძრაობები დაარტყა შორი მანძილიდან და რა ახლოს იყო გიორგი ხარებაშვილი ნამდვილ შედევრთან. ნახავთ ამ მომენტს აუცილებლად განმეორებით. კერესელიძემ კი მოახდინა რეაგირება, მაგრამ რთულია იმის თქმა, ბურთი რომ კარში წასულიყო, რამდენად გადაარჩენდა კერესელიძემ ის გულს. რუხაზის ჩაწოდება. დარტყმა და გადარჩა. აქ დიდ გაუგებრობას მოხვა შედეგად ის რომ ასკლეტით ბურთი წავიდა გაგრელთა კარისკენ, უბრალოდ იქ ეტოუმ ვეხარ ჩაკეტა სათანადოდ კუთხე და ბეწვის ხიდზე გაიარა გაგრამ. შეტევაში წამოვიდა გორის დილა, თუმცა პაპუაშვილი ართმაოზე კარგია, მაგრამ შეყილაძე იქვე იყო ჩასაბრებული, მალას აჯობა პოზიციურად. შეყილაძე შეიძლება დარტყმა და გავიდა გოლი. ძელის ხარიხის დახმარებით მაინც მოახერხა დილამ გოლის გატანა. ყოფილ გულს გაუტანა ოთარ ფარულავამ და არც აღნიშნავს აი ამ გატანილ გოლს. იმსახურებდა გორის დილა აი ამ იერიშებით ანგარიში წინ გასვლას და ეს მოახერხეს კიდეც მას მიზნება და ვინ თუ არა ამ შეტევის ერთ-ერთი შემოქმედი შოთა შეყილაძე, რომელმაც კიდევ ერთი საგოლე გადაცემა შემატა თავის აქტივს. დრამე ჩაწოდება საჯარიმოში, რეხვიაშვილი ცდება ფარულავა დარტყმა. გადარჩა გაგრა და რა ახლოს იყო დუბლთან ოთარ ფარულავა. ახლა დილამ უბრალოდ ყურადღებით უნდა ითამაშოს რომ დაისვას ოფსაიდის ხაზი. შეიძლება დარტყმა გარის მიმართულებით სიაპანაუ და მაინც გავიდა. ლელო დადეს აქ გორელებმა, რომელიც არის გაუქმებული. არაუჟოს გოლი გაუქმებულია ჯერჯერობით. ნახოთ განმეორებით ყველაფერი. კიდევ ერთი ჩაწოდება. დარტყმა გარის მიმართულებით და ამჯერად ძელი მოევლინა მხსნელად გაგრას. ჟოაუ არაუჟო ძალიან ახლოს იყო რომ უკვე ოფიციალურად გაეტანა დღევანდელ შეხვედრაში გოლი. ამ გოლს კი მას ვერავინ გაუუქმებდა და წაართმევდა. ჩაწოდება საჯარიმოში. დარტყმა გარის მიმართულებით და ამჯერად ხარიხა. რომარი კეტოუ რა ახლოს იყო გოლთან. ნუ კატასტროფულად გამოიყურება. გაგრას უკანა ხაზი და ზოგადად ძალიან უჭირთ მათ აქ როგორ დარჩა ეტოუ. ჩაწოდება საჯარიმოში გაჭარავას დარტყმა და გადარჩა დილა ამჯერად. იღბალი დილასკენ გადაიხარა ამ შემთხვევაში, თუმცა როგორც ჩანს იქ ასკლეტა იყო და იქნება კიდევ ერთი კუთხური. სიაპანაუ არადამაჯერებლად ტოვებს კიდევ ერთხელ კარს და რა კარგ შანსს ვერ იყენებს იბრაჰიმა დრამე. ანდრონიკაშვილი. შეყილაძე ძალიან კარგი გადაცემა, ბუღრიძე დარტყმა და სიაპანაუ მიხსნა გაგრა მეორე გაშვებულ გოლს. მოძრაობის საპირისპიროდ დაურტყა აქ ჭკვიანურად ბუღრიძემ სიაპანაუს, თუმცა ამ უკანასკნელმა მაინც მოახერხა გადაწყობა და გუნდის გადარჩენა. შეტევაზე არის გორის დილა, შეყილაძის პასი ბუღრიძეზე დარტყმა სიაპანაუ ამჯერადაც ჩოფლის ირაკლი ბუღრიძეს.
კრიტიკამ ამეკარეს შედეგი მოუტანა. ვანდერსონი დარტყმა კარის მიმართულებით აცდა. ბუღრიძე პორფირიომის წინააღმდეგ რეებს აკეთებს ირაკლი ბუღრიძე. გრძელდება შეტევა და რა მაგარ გოლთან ვიყავით ახლოს. პასინგა იყო შედევრთან ახლოს სიაპანოვ. რეებს აკეთებს მოკლედ და უხეში შეცდომა აქ არ ვიცი. კურიოზული ეპიზოდები. ჯერ პორფირიო იქ დაიტანჯა. კიდევ ერთხელ და აქ სიაპანოვ კინაღამ აჩუქა გოლი გორის დილას. აქ უატარა რა კარგი ქმედებები დარტყმა სიაპანოვ იგერიებს. არ და პასი შეეძლო უატარას ბუღრიძე. კიდევ ერთი დარტყმა და გავიდა გოლი. გავიდა გოლი, მაინც მოახერხა გორის დილამ მეორე გოლის გატანა. 2-0. მაინც გამოიღო შედეგი გორელების მცდელობამ და თუ არ ვწდები, სწორედ უატარა გახლავთ გატანილი გოლის ავტორი.